Adventures Live Joe. ირაკლი გამარჯობა. გაუმარჯოს. სადა ვართ, რას ვაკეთებთ? ტრადიციულად ისევ რუსთავში ვართ, ისევ კოსტავას 23 ნომერში, ისევ მაღაზია Excel კალიბრის რუსთავის ფილიალში და დღეს მინდა რომ გაგაცნოთ ახალი იარაღები შემოვიტანეთ მაღაზიაში და მინდა რომ მოკლე მიმოხილვა გავაკეთო. რევიუ ასე ვთქვათ რა. რა იარაღია დღეს ჩვენთან წარმოგვიდგენთ? ეს არის თურქული წარმოების Panzer Arms-ის ტაქტიკური გლულულიანი 12 კალიბრის იარაღები. რაში გამოიყენება? ტაქტიკური იარაღი ბევრმა ითისაშიც გამოიყენება სპორტული სროლებისთვის და ტაქტიკური დანიშნულებისთვის. ანუ ნაწილობრივ სამხედრო დანიშნულებისთვის პოლიციური ქვედანაყოფები ხმარობდნენ ხოლმე ასეთი იარაღებს. სპეცრაზმი ხმარობდა ასეთი ტიპის იარაღებს, ნუ ამ იარაღებს კონკრეტულად არა, მაგრამ ასეთი ტიპის იარაღებს. ჩემი არხი არის სანადირო არხი. მონადირე გამოიყენებს თუ არა ამას? მეთქი აპარიკოტი უნდა დაგერტყვა ახლა რა. ესეთი დაიცა. ვიცით რომ ეს სანადირო არხია და ვიცით რომ აქტუალურია ხოლმე მონადირეებისთვის, ზოგადად ჩვენი განხილული იარაღები და რატომაც არა. მოდი ვთქვათ ასე რა. ანუ არის იმის პერსპექტივა რომ მონადირის ფუნქცია შესძინო ამ იარაღს, ხო? შეიძლება. სამონადირეო მეურნეობაში ნადირობისას მაგალითად. ხო. კი. ყია კარტეჩის იდეალურად ისვრის, საფანცად იდეალურად. მოკლედ ეს იარაღები ისვრის 12 კალიბრის ნებისმიერ ამუნიციას. რაც კი არსებობს, მოკლედ რა. და ცოტა ისეთი სხვაობებია, განსხვავებია და ცოტა უჩვეულო შესრულებით არის და მინდა ამაზე გავამოხილო ყურადღება რა. მოდი დავიწყოთ იმ მოკლე მოდელიდან, ნახე როგორი კომპაქტურია. კი, ვიზუალური თვალსაზრისით სიმართლე გითხრა, ეს გაცილებით უფრო მომხიბვლელი არის. ფასშიც ხო არ იძლევა სხვაობებს? ფასშიც იძლევა სხვაობებს. 1590 ლარიღის ეს მოდელი, 899 ლარიღის ეს მოდელი. ესე იგი ფასი ფაქტიურად ხარისხსაც ალბათ განსაზღვრავს ამ შემთხვევაში, თუ მარტო ვიზუალურ მხარეს? ალბათ უფრო ვიზუალურ მხარეს და შესრულების სირთულეს, ასე ვთქვათ რა. მოკლედ დავიწყებ იქიდან, რომ ორივე იარაღი ლეგენდარული ირვინგ-სტოუნერის სქემით არის აწყობილი. ეს არის ბაზაზე შექმნილი გლულულიანი ტაქტიკური იარაღებია. კიდევ წამოსა სანადირო მეთქი. უფრო აქცენტს ვამახვილებ, რომ ტაქტიკური იარაღებია. თუმცა სანადიროთაც შეიძლება რომ გამოვიყენოთ გარკვეული ტიპის ნადირობებში. სხვაობები რა არის ახლა? შეხედე პირველი ის რომ კომპაქტურია. შესრულება სულ ალუმინია 70-75 მარკის ალუმინია, ეს არმირებული ალუმინია, რომელსაც ძალიან ხშირად ხმარობენ იარაღ წარმოებაში. ძალიან ხშირად, სხვა შორის არის ბაზაზე შექმნილი შაშხანებიც ამ მასალით არის შესრულებული. ფრეზირებული ალუმინის კოლოფია, სალულე კოლოფია. რეგულირებადი ტელესკოპური კონდახი 4 პოზიციით, კლასიკური სახელური, კლასიკური სასხლეტი, ცეცხლის მართვის ორგანო არის მარცხენა მხრიდან, ცველი და ცეცხლის რეჟიმი აქედან ირთვება, ანუ აი ამ თითით. ხდება манипуляция. საკეტის სამსხლეტი ღილაკი მოთავსებულია ესე მარცხენა მხრიდან, ბოლო ვაზნის დროს ღია რჩება საკეტი და აქედან ახალი ვაზნის ჭიდის გაკეთების დროს აქედან ხდება ასხლეტვა. და განსხვავებული და განსაკუთრებული რა აქვს ახლა ამ იარაღს. როგორც ხვდებით ალბათ, არის გაზოგადამტვენი სისტემით აღჭურვილი, მაგრამ ამ გაზოგადამტვენი სისტემასაც თავისი, ასე ვთქვათ, თავისებურება აქვს და ეხლავე აგიხსნით თუ რა თავისებურება აქვს. ხო, მოკლედ ლულა აღჭურვილია კიდე გამოვიწყდეთ თქვა. ალმაქრით ასეთი ტიპის ალმაქრია დაკბილული, ეს ტაქტიკური დავალებების დროს ეს ნაწილი ხშირად გამოიყენება ხოლმე მოწინააღმდეგე ახლო მანძილში მოწინააღმდეგესთან კონტაქტის დროს მიარტყამ რავი რა აზიანებ რაღაცას უზამ. ან ხშირად ხდება ხოლმე ასეთი იარაღებიდან კარების ჩარჩოს ამოგდება, ნუ მიბჯენით ხდება ხოლმე ეს დახვრეტილებიც, იმიტომ რომ ქორწინება არ შეიქმნას ძიძნება. მიაბჯენ პეტრში და ესვრი და ანგრევს კარებს. გარდა ამისა ეს კბილები საშუალებას იძლევა, რომ მავთულ ხლარსით თუ შეხვდა სადმე, ამაზე არ ცურავს და პირდაპირ მიბჯენით ეს მავთულზე მიბჯენით და გასრულით ხდება მავთულების ძალიან ეფექტურად და სწრაფად გაწყვეტა, გაგლეჯვა. შეუძლია ეს. და დაშლაც ამ იარაღისა აი აქედან ხდება. აი ამაზე მქონდა საუბარი, ნახე როგორ სქელია, ესეც ალუმინის არის. დაკბილული და
პორტები აქვს დატოვებული საკმაოდ ბლომად. არ დამითვლია რამდენია, მაგრამ ბევრია. აქვეა საღვედე სამაგრი აი ესეთი და აქვეა ეს დეტალი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ეს დეტალი, ეს ალმაქრი მჭიდროდ დაჯდეს თავის ადგილას, იმიტომ რომ აქ აქვს დატოვებული ასეთი თუ გამოჩნდება, არ ვიცი, ნახე ქვევით ტელევიზორით რო ეს არის ჩამკეტი, ერთგვარი ჩამკეტია, რომელიც ფიქსირდება აი ამ ფოსოებში. თავის წარმოიშვას. წრეზე რო აქვს ფოსოები. და მოშვების დროს ესეთი წკაპაწკპი გავუდის სპეციფიკური რა. გასაგებია. მოკლედ, მოხსენით ნახარე და ახლა მოვიღებთ ტიპჟირს, ეგრეთ წოდებულ ტიპჟირს. აი ესეთია ჰენდგარდსაც ეძახიან ამას. ამ შემთხვევაში ჰენდგარდია, იმიტომ რომ ტაქტიკური იარაღია და ალუმინია ესეც ფრეზირებული სქელი და საკმაოდ ესეთი კარგი ტერაკოტა დაფარვითაა გემრიელად გაკეთებულია. და მივედით გაზოს სისტემაზე. გახსოვს რომ საუბრობდით ხომ ამას რა ქვია და რომ მოვიფიქრეთ რომ ძალოვანი მხრები დაგვერქმია და საკმაოდ წარმატებულად. ორი ძალოვანი მხარი აქვს, არის ყურე, დგუში და აი ესეთი მუფტა, რომელიც ტრიალებს. და თუ დააკვირდი მარლენ, ამ დგუშს სამოძრაოდ აქვს ძალიან ცოტა მანძილი. დააკვირდი რა მოკლე მანძილით შემოდის, შეხედე? მეტი ამას უკანან სვლა არ აქვს. აი ეს არის დგუში. ახლა ის მისკითხო, სად არის ზამბარა, რომელიც ამ ყველაფერს აბრუნებს უკან? საინტერესოა. საინტერესო. და როგორც Linux Owner-ის სქემაში ქონდა მოცემული და არებში ხშირად ხოლმე არებში კი ყველა არ შეეგრია, ეს უკვე მოქმედები ზამბარა არის აი ამ ადგილას უკან, კონდახში. აი ამ ტიპშია მოკლედ და ეს საშუალებას იძლევა, რომ გადატენა ხდება ძალიან რბილად, მოკლედ თუმცა, ხოსტოთ. ანუ უკინა ნაწובה. ეს გამორიცხავს იარაღის ძალიან აგდებას ლულისას, იმიტომ რომ ჩაკეტილი სისტემაა და პირდაპირ მხარზე გვაქვს ეს მთელი სისტემა და ლულის ხაზი და კონდახის ხაზი არის ერთი ბტყეშია, ანუ აკას შემთხვევაში ქვევით არის კონდახი, ამ შემთხვევაში შემთხვევაში სწორად არის როგორც ყველა არში. და გასროლის დროს არ ხდება ლულის აგდება. პლუს ამას დაამატეთ ისიც რომ თვითონ აი ამ სისტემას აქვს ძალიან მოკლე სვლა, უკუსვლა. მაგრამ უკუსვლა თუ აქვს, როგორ ხდება მაშინ გადატვენა, ხო აი ამ ხელაზური ჩამოიწიოს საკეტი, ხო ლულიდან მასრას ხო ვერ გამოაგდებს. ეს ყველაფერი ხდება ინერციით. ანუ გუშმა დაარტყა ძალოვან მხრებს და ინერციის ზალით უკვე აი მე დარტყმის ინერციით. ეს საკეტი მოდის უკან. გასაგები. ანუ ბოლომდე არ ჩამოდის გუში რა, რომ ბოლომდე გადატვინოს. ეს აი ამ გაწყვეტს გააკეთებს და ინერციით მერე ეს ძიმე საკეტი ჩამოწურდება ქვევით და მოახდეს გადატვინოს. აი თავისებურება აქვს. დაშილ-დიშლება როგორც არის ნებისმიერი არის აი ამ ორი გამჭოლი ღერძით, ამას მოხსნით და პირდაპირ იხსნება იარაღი. ახლა აღარ დავშლია იარაღს, იმიტომ რომ ახალია და თავისთავად. სამის და მოწყობილობს რაც შეეხება. ზევიდან აქვს ინტეგრირებული ბეგატენის რელსი, რომელიც გრძელდება ჰენდგარდზე პირდაპირ მიბმით. რაც შეეხება კომპლექტაციას ამ იარაღისას, მოდი დავდებ ამას და ხომ მეგობრით მე ავაწყობ. კომპლექტაციაში მოდის ორი მჭიდი. აი ესეთი მოზრდილი მჭიდები აქვს. რამდენს იტევს მჭიდი? თუ არ ვწდები, ესენი იტევს 20 ვაზნას. შეიძლება ვწდებოდი, არ ჩამილაგები ის უდაშოს, ალბათ 20. მოყვება აი ესეთი ჩოყური შევიწროებები. ესეც განსხვავებულია, მოკლეა ძალიან. დააკვირდი? ქვედა ხრახნითაა. კანჩის გასაღები ამ ჩოკების მოსახსნელად. დასაშლელი კანჩი. აქვე გვაქვს დამატებით ჩოკების მოსახსნელი ჭრილები, მოწყობილობა. გვაქვს ასევე 3D მოწყობილობები, რომლებიც პირდაპირ დგება აი ასე ამ ადგილზე, უპრობლემოდ ძალიან. უპრობლემოდ დგება აი ამ ადგილას, თუმცა იგივე წარმატებით შეგვიძლია ნებისმიერი 3D მოწყობილობის დაყენება ამ ინტეგრირებულ ბეგატენის რელსზე. ეს იქნება კოლიმატორი. კეისი მოყვება თუ არა? კეისი არ მოყვება, ეს ქაღალდის კოლოფში ალბათ გაიაფების მიზნით. ხო, გაიაფების მიზნით, კი ბატონო.
კარდონის კოლოფში არის მოთავსებული და განსხვავება ამ ორ მოდელს შორის ალბათ შეამჩნიათ, რომ პირველი არის რულის სიგრძე, აქ არის 26 სანტიმეტრი ლულა, აქ შემთხვევაში არის 55 სანტიმეტრი ლულა. გაზომილი გვაქვს. აქ უკვე ზამბარა წინ არის გადმოტანილი მარლენ. იგივე პანცერია ესეც. იმეორებს ერთიერთში, უბრალოდ სისტემა ცოტა განსხვავებული და ამ შემთხვევაში ზამბარა კონდახში კი არ აქვს მოთავსებული. ზამბარა არის მოთავსებული წინ, აი ამ ადგილას კიდევ ჩანს და აკვირდი, აღარ დავშლი ამას. ძალოვანი მხრები იგივე ორმხრიანია, ქვევიდან არის მოთავსებული. აქვეა ზამბარა და დგუში. ანუ ეს უკვე ტიპიური გლულულიანი სანადირო ნახევრად ავტომატური აირგადამტენილი თოფის სქემაა რა. ვიზუალს თუ არ ჩავთვლით, მოკლედ, აი ესეთი სულას აკეთებს. ეს უკვე გრძელ სულას აკეთებს დგუში ლულის პერპენდიკულარულად, ასე ვთქვათ. აი ეს პარალელურად უბრალოდ. ხო, მჭიდები აი ესე მიდის ამასთან და გამოიყურება მე უკვე აი ეს. ხო, ვიზუალურად საკმაოდ მომგებიანად გამოიყურება. მომგებიანად აგრესიულადაც გამოიყურება, იმიტომ რომ ტაქტიკური არაღია და აქ დამატებით ნახე პიკატენები აქ ირგვლივ კვადრილის მსგავსი მოკლე ოღონდ და შეგვიძლია ფანარის დაყენება, ლაზერის დაყენება. ეს სულას დაცულია რადიატორი ზევიდან ხელი, გასხელების შემთხვევაში ხელი რო დავიწვევთ ტრანსპორტული სრულის ასე უყურთ ხოლმე სრულა გაშლილი ხელით რო აგდება არ იყოს იარაღისა და მოკლედ აი ესეთი მოდელი გვაქვს რა. შვენიერი. რა უნდა ხას მომხმარებელმა რო იყიდოს ეს იარაღი? პირველ რიგში უნდა მოაკითხოს მაღაზიათ ექსელი კალიბრის ნებისმიერ ფილიალს, ეს იქნება ბათუმში, თბილისში, რუსთავში თუ სხვაგან სადაც თუ ქუთაისში. ქუთაისს დამოვიწყო ყველა ძველი ქალაქი კაცო. ჩვენი. ნახოს თავის თვალით შეაფასოს თუ მოეწონება და თუ გადაწყვეტს რომ შეიძინოს, მე შეიძინოს ალბათ, რავი. მე ძალიან მომწონს მაგალითად განსაკუთრებული ეს მოკლე მოდელი რა. თავისი სიკვდილი და თავისი დახვეწილობით.